ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშვილმა 20 აგვისტოს ვაშინგტონში თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში ლექცია ჩაატარა. ეს ლექცია ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეების კოლეჯის ორგანიზებით ჩატარდა. We are honored today to have all of you join us for this important opportunity to engage with the senior leaders. თინათინ ხიდაშვილი აუდიტორიას ამ კოლეჯის კანცლერმა დოქტორმა მაიკლ ბელმა წარუდგინა. Although we ourselves are witnessing today თავდაცვის მინისტრმა საქართველოს და მთლიანად რეგიონის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და ნატოს პოზიციის გარკვევის აუცილებლობაზე ისაუბრა. ლექციის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებას საქართველოს სახელმწიფო პრიორიტეტად განიხილავს და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ნამდვილი გარანტიების შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ ნატოს გარკვეულ და მტკიცე პოზიციას შეუძლია. კოლეჯის კანცლერმა დოქტორმა მაიკლ ბელმა უნივერსიტეტის მსმენელებისთვის ლექციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. The college is our Department of Defense flagship for education and building partner capacity. ეს კოლეჯი ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის ფლაგმანის სასწავლო დაწესებულებაა, რომლის დანიშნულებაცაა ტერორიზმთან ბრძოლისთვის და ჩვეულებრივი საომარი სიტუაციებისთვის სტრატეგიულ დონეზე განათლება და საპარტნიორო ურთიერთობების ჩამოყალიბება. მჯერა რომ დღევანდელი ლექცია და რაც მნიშვნელოვანია მის შემდეგ დასმული კითხვები და დიალოგი, ჩვენი სტუდენტებისთვის და ასევე ფაკულტეტისთვის უაღრესად სასარგებლო იყო. ის სასარგებლო იყო არა მხოლოდ ჩვენი კოლეჯისთვის, რადგან სტუდენტები და მკვლევარები მთელი უნივერსიტეტიდან ყვავდა მოწვეული. ვფიქრობ, ახლა, როცა აკადემიური წლის დარჩენილი ნაწილისთვის ვემზადებით, ეს ძალიან სასარგებლო იყო. სტუდენტებს ახლა აკადემიური წლის მესამე კვირა აქვთ, მათ კიდევ 10 ნახევარი თვე აქვთ დარჩენილი. მჯერა რომ აკადემიური წლის განმავლობაში ისინი ამ ლექციას და დისკუსიას ხშირად დაუბრუნდებიან. ფაკულტეტის წევრმა დოქტორმა შონ მაკუეითმა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტის პოტენციურ შესაძლებლობებზე ისაუბრა. Well, there's a host of შეერთებულ შტატებს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე დამყარებული პოლიტიკის გატარების ბევრი ისეთი ვარიანტი აქვს, რომელიც რუსეთის პროვოცირების ან მასთან საომარი კონფლიქტის საშიშროებას არ შექმნის. არსებობს თუნდაც ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენების საშუალება. არსებობს სამხედრო დარგში თანამშრომლობის ისეთი სახეობები, რომლებიც არც მტრულია და არც გამომწვევი. შეგვიძლია ეს ვარიანტები მოვიძიოთ, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ჰოსპიტლები, სამედიცინო ობიექტები. ეს სწორედ ისეთი ტიპის სამხედრო თანამშრომლობად გამოიყურება, რაზეც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პოტენციურად შეიძლება იფიქრონ. ფაკულტეტის უფროსმა მასწავლებელმა ერიკა მარატმა აღნიშნა, თუ პატარა ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლექცია რატომ იყო განსაკუთრებით საყურადღებო. Having Georgian Minister of Defense visiting CISA and speaking frankly. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლა და გულახდილი საუბარი ნატოს ზოგიერთ სისუსტეზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობაში ხედავს, უაღრესად სასარგებლოა კოლეჯის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არც თუ დიდი და ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლები არიან და რომელთა ქვეყნებიც საკუთარი თავის და საზღვრების დასაცავად, ასევე საერთაშორისო ალიანსებზე არიან დამოკიდებულნი და უფრო ძლიერი და აგრესიული მეზობლებისგან თავდაცვა სჭირდებათ. To defend themselves from stronger and more aggressive neighbors. ლექციას საქართველოს გენშტაბის უფროსი და საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.